უკვე 3 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს. ალტერნატივის სახით კი გირაოს შესთავაზეს, რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს. ხატია ჯამალაშვილი შემოგვიერთდება ბოლო ინფორმაციით. ახლა პირდაპირ ეთერში ხატია გისმენთ. საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე რამდენიმე წუთის წინ შესვენება გამოცხადდა. ეს არის ტექნიკური შესვენება და რამდენიმე წუთში სასამართლო პროცესი განახლდება. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და მათთან ერთად დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება. აღნიშნულ პროცესზე ჩვენ უკვე ძირითადი პოზიციები მოვისმინეთ პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ უნდა შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის უნდა დარჩეს ძალაში. როგორც პროკურორი აცხადებს, აღნიშნული გარემოების მთავარი არგუმენტაცია არის ის, რომ საქმე არის საკმაოდ მძიმე მუხლებით მიმდინარე, ასევე მათი განცხადებით არსებობს როგორც დაკავებული პირების მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე, ასევე პროკურორის განცხადებითვე საქმეში არ არსებობს რაიმე ახალი გარემოებები, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძვლებს ქმნის. სწორედ ამიტომ პროკურატურა ითხოვს, რომ აუცილებლად მოსამართლემ ძალაში დატოვოს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, ბუნებრივია ადვოკატების პოზიციები არის განსხვავებული პროკურატურისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები საერთოდ უნდა დარჩნენ აღკვეთი ღონისძიების გარეშე, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ალტერნატივის სახით შესთავაზეს სასამართლო სხვადასხვა ოდენობის გირაო. ერთ-ერთმა პირველმა სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც ანდრო ჭიჭინაძის ბრალეულობას ადასტურებს. მისივე განცხადებით, საქმეში დევს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მაშინ, როდესაც ის დგას აქციაზე მისი მისამართით, ვარდება ფეხებთან მასთან ბოთლი, რასაც იღებს ანდრო ჭიჭინაძე და საპირისპირო მიმართულებით აბრუნებს, თუმცა ადვოკატის განცხადებით არ ჩანს ამ ბოთლმა გამოიწვია თუ არა ვინმეს დაზიანება, ან საერთოდ სადავარდა აღნიშნული ბოთლი. ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს არ არის რეალური მტკიცებულება და იმის საფუძველი, რომ ანდრო ჭიჭინაძე დარჩეს პატიმრობაში. მან მოითხოვა, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში მან 1000 ლარიანი გირაო შესთავაზა. დღესვე სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის ადვოკატმაც დაასაბუთა საკუთარი პოზიციები. მან განაცხადა, რომ საქმეში საერთოდ ბოლო პერიოდში არის საუბარი, რომ დაზარალებულია ათეულობით პოლიციელი, თუმცა კონკრეტულად იდენტიფიცირებული არ არის პოლიციელების ვინაობა. შესაბამისად, არგუმენტაცია, რომ შესაძლოა დაკავებულმა პირებმა რაიმე ტიპის ზეგავლენა მოახდინონ პოლიციელებზე ან თუნდაც მოწმეებზე, რომელიც უნდა დაიკითხონ სასამართლო პროცესზე, ეს არის საფუძველს მოკლებული. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპატიმროდან, რადგან ძირითადი საგამოძიებო პროცესი უკვე დასრულებულია და დასაკითხები არიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელები. დღესვე სასამართლო პროცესზე დასახელდა 10000 ლარიანი გირაოც. ადვოკატებმა საკუთარი პოზიციები უკვე დაასახელეს. არც ერთი დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს, მათი ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ამ დროისთვის სასამართლო პროცესზე უკვე შესვენება არის გამოცხადებული. დადასტურებული არის მიმალვის საფრთხე, ამავდროულად მოკლედ შევეხები თავად ბრალდების სიმძიმეს, მათ რეალდებათ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მხოლოდ საპატიმრო საჯელის დანიშვნა არის გათვალისწინებული და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსალოდნელი კაცრის საჯელის შიში ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული საფრთხის შეფასების დროს. მიმალვის საფრთხესთან ერთად ასევე არსებობს მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, როგორც საქმის მასალებით დგინდება მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. დასადგენია ბრალდებულების შესაძლო თანამზახველთა ვინაობა, ასევე დასადგენია მონაწილეობენ თუ არა ბრალდებულების სხვა ძალადობრივ მოქმედებებში. აღნიშნული გარემოების შესწავლისათვის საჭირო არის მოწმეების გამოკითხვა, ასევე სხვადასხვა ვიდეო ფაილების დათვალიერება, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რასაც ბრალდებულებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რის გამოც აუცილებელია მტკიცებულებათა დაცვის მიზნით ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩეს ძალაში. არსებობს
აქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მათი მოქმედებები ასახულია ბატონო სამართლო თითოეული ბრალდებულის მოქმედება ასახული არის ვიდეო ჩანაწერში, სადაც ჩანს თუ რა მოქმედებას ახორციელებენ ისინი პოლიციელთა წინააღმდეგ. ამ ვიდეოებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და დადასტურებულია, რომ სწორედ წარმოადგენლი ბრალდებულები იღებენ აქტიურ მონაწილეობას ჯგუფური ძალადობის განხორციელების დროს და ჩვენ მიგვაჩნია რომ აღნიშნული ბრალდების ხასიათი ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თავისუფლებას ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა მათ გააზრებონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. დასადგენი არის გარკვეული პირები, რომლებიც გარდა ბრალდებულების მონაწილეობდნენ აღნიშნულ ქმედებაში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების შეხედულობაში მიღებით ასევე აღნიშნული განჩინებები სასამართლოს პირველი წარდგენის შემდგომში გასაჩივრებულ იქნა და სააპელაციო სასამართლოც იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დასაბუთებული და კანონიერი იყო შესაბამის განჩინებები, შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე ახალი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება არ არის წარმოდგენილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით პატიმრობა არის უალტერნატივა აღკვეთი ღონისძიების სახით. ერთი სიტყვა მითხარით თქვენივე შუამდგომლობიდან, რომელ მტკიცებულებაზე შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება, არა მხოლოდ გიორგი ტერიშვილმა, არამედ სხვა ნებისმიერმა პირმა. მაშინ, როდესაც თქვენ თვითონვე წერთ, რომ სხვა მოწმეების და სხვა ბრალდებულების დადგენა კი არ გინდათ, არამედ ეს გაქვთ მხოლოდ ჩასატარებელი. შესაბამისად, ბატონო მოსამართლე, ეს არის ახლად გამოვლენილი გარემოება, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს განჩინებაში, რომ კუმულაციურად ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების რისკი არსებობსო და მოწმეთა მოპოვებას ხელს შეუშლიანო. მაშინ, როდესაც უკვე ბრალდების მხარის დოკუმენტით დასტურდება, რომ არანაირ მოწმეთა გამოსაკითხ ბაზას ადგილი არ აქვს. მხოლოდ საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებია ჩასატარებელი, სადაც ბრალდებულებს ფიზიკურად არ გააჩნიათ მათზე ზემოქმედების საშუალება. ჩემი დასკვნა არ აღიარებს დანაშაულს, წარმოდგენილია ვიდეო კადრები, წარმოდგენილია ექსპერტიზა. ამ ვიდეო კადრებზე არ არის ბატონო მოსამართლე ასახული დანაშაულის ჩადენის ჩემი აზრით არც ერთი ელემენტი. თქვენ აღკვეთის ღონისძიებას იხილავთ უდანაშაულობის პრეზუმპციასთან ერთად. შესაბამისად, ამ პროცესზე წარმოდგენილი არის მხოლოდ მონაწილე პირები. მე ვერ ვხედავ ამ პროცესზე წარმოდგენილ ორგანიზატორებს. თუ არის ამაზე საფუძველი, სადმე გინახავთ რაიმეს ორგანიზება ორგანიზატორის გარეშე? მე ჩემთვის ეს გაუგებარია. საერთოდ რატო არის ამ საერთოდ სად არის ამ შემთხვევაში დასაბუთებული ასე ვთქვათ განჩინება შუამდგომლობა ბრალდების მხარეს. აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ გიორგი ტერიშვილის მიმართ არ იქნას გამოყენებული არც ერთი აღკვეთის ღონისძიება. აგრუნებს იმ ბოთს, რომელიც შუა ადგილზე ეცემა, ბატონო მოსამართლე. არა ისევე როგორც პოლიციის მიერ გადმოგდებული ბოთლი ანდრო ჭიჭინაძის ფეხების წინ და სხეულის წინ ეცემა. და რომელ დაზიანებაზეა ლაპარაკი და მაინტერესებს. მე მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა. თუ არ გიჩნდება შინაგანი რწმენა იმისი, რომ შემოდის და ბრალდების მხარე და ეს აბსურდულ საფუძვლებს უთითებს და თქვენც, კი ბატონო, ხა თქვენ წეხან რეპლიკასავით გააკეთეთ, რომ როგორო მეო შემიძლიაო, რომ შევცვალო ბრალდების საფუძვლებიო, რასაც უყინებსო. თქვენ უნდა შეცვალოთ ის, რომ დღეს ბატონო მოსამართლე, თქვენზე დამოკიდებულია და თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიძლიათ, რომ განმუხტოთ საქართველოში რაც ხდება სიტუაცია და გმირად ჩაეწეროთ ნამდვილად ისტორიაში, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენთვის ცნობილია, რომ საპროტესტო აქციები იწყება და მთავრდება და დღეს არის 44 დღე, რომ ერთადერთი პირველი რამოდენიმე მოთხოვნა, მაგრამ ერთადერთი მოთხოვნა ისა, რომ ეს ტყვეები ზუსტად პოლიტპატიმრები უნდა იქნეს გათავისუფლებული. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში განახდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა, სადაც მსჯელობს მოსამართლემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 9 პირის შესახებ. აღნიშნულ პირებს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, კერძოდ კი საუბარი არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე. აღნიშნული ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მადლობ ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა სასამართლოდან.